ვინ დაიჯერებს, რომ ნაციონალებს რევანშის სურვილი არ აქვთ? ვინ დაიჯერებს, რომ ნაციონალებს რევანშის თავი აქვთ? ნაციონალებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს. 5-დან 4 ღონისძიება ბოლომდე მშვიდობიანად ვერ ჩაამთავრეს, სამაგიეროდ ჩაგრული ოპოზიციის სახელისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს. მათ სურთ რაღაც ზონდერ ჯგუფების ჩამოყალიბება, შესაძლოა მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთება იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი ამას საზოგადოება არ დაუშვებს. შიდან გასაკვეთა მინისტრს შეუძლია თქვას, რომ ათიანში მოარტყა. საზოგადოება მართლაც არ დაუშვა. ნაციონალებთან მოჭხუბარ საზოგადოებას ვინ წარმოადგენს და რატომ იყო მათ შორის გამგეობებისა და ადგილობრივი ქართული ოცნების ამდენი ხელმძღვანელი სხვა საკითხია. ფაქტია, რომ 5 დღით ადრე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ისე შეისხა ხორცი, რომ აზრი ახლა მკვეთრად გაიყო. მათ შორის ვინც თulis, რომ ჭიკაიძემ ყველაფერი იცოდა, რადგან პროვოკატორები თავიდანვე ოპერატიულად გაშიფრა და ვინც თulis, რომ ჭიკაიძემ ყველაფერი იცოდა, რადგან ინსცენირებაში მისი ხელისუფლება მონაწილეობდა. ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომოიდნის იდეა. ამბებენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც. მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომოიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. საფარქვეშ ყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა. შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ. შეეცდებიან ევროპელ პოლიტიკოსებს სრულ ინფორმაციები მიაწოდონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ. უსერიოზულესი სამინისტროს ხელმძღვანელმა უსერიოზულეს განცხადებაში სამი წყარო გაამჟღავნა. ამბობენ, არის ინფორმაციები და მედიაში მუსირებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ასე დროს როგორც წესი კოალიციური სოლიდარობა ირთვება ხოლმე, მაგრამ ჭიკაიძის მოსაზრებებს მისმა გუნდმა მხოლოდ ბუნდოვანება შემატა. მე და მინისტრს არ ქონია აზრების გაცვლა ამ თემას, მაგრამ ზედაპირზე კარგად ჩანს, რომ მაინც და მაინც მშვიდობიანი გეგმები და მშვიდობიანი აზრები არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას. პრევენცია უნდა მოხდეს თემების, წინასწარ უნდა მოხდეს იმ თემის გაჟღერება, რასაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა გეგმავს. მინისტრს ქონდა საფუძველი ამ განცხადების გაკეთების, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გაეკეთებინა მას ეს განცხადება, როგორც ჩანს, გარკვეული ინფორმაცია მას ქონდა. ცხადია, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცილებით მეტი იცის, ვინაიდან მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის თაობაზე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ამ მსგავსი არ გამეორდება. და ეხლა საბურავების თემაზე კითხავს იმედი არ დამისვავთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ძალიან სასაცილო იყო და მე ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ იხუმრა. მინისტრის გამონათქვამებზე ასე გულიანად ნაცმოძრაობასაც არ გასცინებია. შინაგან საქმეთა მინისტრს უბრალოდ მინდა ურჩიო, რომ როდესაც თუ კი რაიმე, თუნდაც თეორიულად რაიმე ინფორმაცია აქვთ, რაიმე ნიშნებს ხედავენ მის უწყებაში, ამაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთ შემთხვევებშიც კი შინაგან საქმეთა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, ასე დროს მოქმედებენ ხოლმე. ხიდაშელისთვის არასერიოზულ საკითხს პრეზიდენტი პოლიტიკური მეცნიერის სრული სერიოზულობით მიუდგა. საბოლოო ჯამში კი არც ის მიუდგა შინაგან საქმეთა მინისტრს. ასეთი რადიკალური ჯგუფების არსებობა შესაძლებელია, თუმცა კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთი როგორც არის საქართველო, ასეთი ჯგუფების არსებობა ვერ გახდება პოლიტიკური. შესაბამისად, ასეთი საკითხები ეხება უფრო კონკრეტულად სამართალდამცავ ორგანოებს. ჭიკაიძე პირველი თანაც ასეთი ხმაურიანი საჯარო განცხადების შემდეგ გაჩუმდა. ბოლო იმედად მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტება რჩებოდა. პრემიერმა საზოგადოება კი დაამშვიდა, მაგრამ ინფორმაციის სანდოობაზე პასუხისმგებლობა ისევ მინისტრს გადააბარა. არა, ინფორმაცია რაც უცხო დეტალურად ამის თაობაზე საუბარი ჩემგან მეგონი არასწორია, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია რომ მინისტრმა განმარტოს და მე ვფიქრობ რომ ასე ვთქვათ რაღაც საანგაშო და რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა ადამიან მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლო ასე ვთქვათ
საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. На Майдане действовали 4 грузинских снайпера. Они находились там по непосредственному указанию партии Саакашвили. სიტყვა მაიდანი მეორე დღეს მეორე დაფეთქდა. ტრისტან წითელაშვილის განცხადება საქართველოში გაცილებით ზერელეთ შეხვდნენ ვიდრე რუსეთში, სადაც ეს დღის თემად იქცა და სხვა საბუთი არც მოუთხოვიათ. Об этом заявил грузинский генерал и ветеран Абхазской войны Тристан Циталашвили. Майданზე იყვნენ შეიარაღებული სააკაშვილის სონდერ ჯგუფები, ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კერძოდ კუდის სპეცრაზმის ქვეშ მომზადებული ადამიანები. ისროდნენ? რა თქმა უნდა, აბა სნაიპერისთვის არის საჭირო. ცითელაშვილის ბრალდება ერთდროულად მოექცა ანტიმაიდანური კამპანიის ტალღის მწვერვალზე საქართველოსა და რუსეთში, სადაც შიში კრემლიდან ეკლესიას გადაედო. Патриарх должен сказать: нам объявлена необъявленная война. Პატრიარქმა უნდა თქვას ეს. სირიის მაგალითზე ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგეს სურს გაანადგუროს მართლმადიდებლობის დიდი ფორპოსტი, რუსეთი, რომლის გაუტეხელად მსოფლიო მასშტაბით ბევრს ვერ მიაღწევ. ხოლო თუ ეს ომია, ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებულები. პირველ რიგში გონებით. მობილიზებულნი უნდა იყვნენ ჩვენი ჯარები, ჩვენი სპეციალური სამსახურები და მთელი მოსახლეობა. მობილიზაცია ნიშნავს შევინარჩუნოთ ჩვენი ხალხის ერთობა. არ მიცვეთ საშუალება ჩაიდინონ რუსეთში იგივე, რაც ჩაიდინეს მოძმე უკრაინაში. ყველასთვის უკეთესია თუ მოსკოვის პატრიარქს შიშის მეტი საფუძველი ექნება, ვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ნაპერწკლისგან ალი უცებ შეიძლება ავარდეს სული თუ უბერე და არაკონტროლე. კინდ უკრაინიდან გამოწერილი, კინდ ადგილობრივი აქტივისტი გეტყვის, რომ მაიდანს ნახმარი საბურავების გარეშე ვერ მოაწყობ. ვულკანიზაციებსა და ფარდულებში მომხმარებელთა შორის პარტიულთა მომრავლება ჯერჯერობით შემჩნეული არ არის. უკრაინიდან არ უცხო. და არის გერმანული საბურავი. აი თუ ყიდულობენ პოლიტიკოსები ამ ბოლო დროს ხშირად საბურავებს, თუ შეგიმჩნევიან. არ ვაკვირდები ერთადაც. არა. პოლიტიკოსი იქნება თუ იქნება მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის კლიენტია უბრალოდ და მეტი არ აქვს. ნაციონალები დაშოშული. არა, ყიდულობ რაღაცა გახშირდა მათ. არანაირი, არაფერი, მასეთი არაფერი არ შემოგვიჩვენებს გავსი. საბურავების გარდა უკრაინული ბარიკადების საშენი მასალა და საბრძოლო იარაღი მინისტრთა კაბინეტის გარშემო ქუჩებიდან აყრილი ქვაფენილი იყო. აუყევით კანცელარიისკენ ლეონიძის ქუჩას და დიდ რევოლუციურ პოტენციალს ნახავთ. მაგრამ ქართული მაიდანი სხვაჯერ არაფერში უქნია. გარეთ -20 როცაა, ტომრების თოვლით გავსება მისწრებაა. აქ კი აპრილის ცისქვეშ ამას ვერ გააკეთებ. ვერც ვერაფრით ჩაანაცვლებ. ოცნების საწინააღმდეგო ბარიკადა საჩხერის ქვიშით უბრალოდ არ აშენდება.